ამდენი წლის ვარ და თუ ეგრე არის. ჭანდრები ღვთისმშობლის ეკლესია, ჩინურები. აი ეს ხეები, ის მონასტერი და იმ მონასტერში არის კიდე ცაცხვი შიგნით ამოსული. ეხლა პროსო ბნელოდა თორე დიდი რაღაც უშველებელი ხი არის ცაცხვი. მე ვაფშობა სულ ამა გატარებული ამ ზემოუბანში. აი ბავშვური წლები, სხვა აი სიღმაწვილის წლები იყო რა. დრო გავიდა, კი არ გავიდა, გაფრინდა. თითქოს და გუშინ იყო აი ეს წლები. თორე სულ თვალწინ მიდგია. 3 წლის შენაკადი აქვს. ზირზველი რომელიც არის, ის არის ხედურულა, რომელიც იღებს სათავეს მურადინის მთის ძირიდან. და ორი მდინარე ჩამოდის, ან ეს არის კლდისთავი ეწოდება რა. ამენ კლდეს გამოქვაბულები რო არის, მაღლა საძოვრები არის. და მანდენთან ჩამოდის ორი მდინარე. ნუ პატარა შენაკადი რა. და უერთდება და გამოდის ხედურულა. საიდან წარმოიშვა ამის სახელი? რომ გადმოდის ხვედასავით სემსო. და შეარქვეს ხედურულა. დარტყმა აქ ისეთი, როგორც ის რო არის, რო ქვია, ზამბეზე როა, ვიქტორიის ჩანჩქერი. უშუალოდ არ ფუნქციონირებს, მაგრამ 35 სალოცავია, 35. აი ჩვენ ხეობას. და 35 სალოცავი არის, ეხლა სად ჭანდრები და სად იმ შემოქმედის ეპარქია ოზურგეთში. 35 სალოცავია იქ. ჩვენ ტერიტორია რა არის, ერთი მუჭა ვარ. ჯერ საქართველოს რა არის. და სად ოზურგეთი და სად ჭანდრები. რუისურმისის კრება იყო და განძი მანდან წაიღეს და შეინახეს მაგ გამოქვაბულში. 1103 წელი არის მოხსენებული ისტორიულად ეგ თამარის მოღვაწეობამდე. კი. ქმულება იყო ასეთი. თურქები ვერ შედიოდნენ მაგ გამოქვაბულში. თურმე და ვირს აჭამეს მარილი. რომ მოსწყურდა ხოლმე რაღაცას და დრო დაიწყოთ ხა, იმითი მიხვდნენ რომ თიხის მილებით შემოდიოდა წყალი. იმ გამოქვაბულიდან. თიხის მილებიდან გამოდიოდა წყალი და ადგენდა ჩაკეტეს ეს ისე. და მაგით ამოხოცეს ხალხი და ისე შევიდნენ. თაზე უნახვიდეთ და პირდაპირ გადადის ამ საქარავნე გზაზეა რა, ეგ ადგილიცი. აი ესე აი ცხენის ნალი ეთყობა იმაზე ქვაზე. კლდეზე რა, ესე თქოს რაღაცა დახტაზე და დატოვა ეს კვალი. ზუსტად აი ეგეთი ის არის, მე პირადად ჩემად თვალით ამაკ ნანახი, მამაჩემსაც, მამაჩემ მომაჩვენა ეგ. ხშირად მინახია, რო ავდიოდი ხოლმე ხლა ვარ 56 წლისა. მე 17-ში ვარ და ხარები მყავდა ხოლმე იქიდან ხანშეშა მოქუნდა რაღაცა და იქ ჩემი თვალით ამაკ ნანახი. ესეთი კვალი იყო ჩვეულებრივი ცხენის ნალისა, რგვალი ნალი იყო ეს. ქვაში. პირდაპირ. მეც მიყვირდა საიდან რა და ეგრე თქვეს რომ წმინდა გიორგისგან არის ეს რო დაფრინდა თავის ცხენი თუ დაადგა და ის კვალი დარჩა. საქარავნე გზებზე იძახიან ასე რომ მოდიოდნენ ქარავნებით იმითი რა ქვია აკლემებით. ერთი აქნები ჩამოუვარდა და იქ ხო განძი ქონდა ამ ადამიანს რაღაც ვინც იყო რა ქარავანზე. და დაანებეს თავი დიდი ის იყო ქარავანი და მიატოვეს ისე და მე აქედან იმითი რომ აქედან რაიონიდან მიჭები ავიდა უნდა ვითომ მოეძებნათ, მაგრამ რას იპოვდნენ რომელი საუკუნიდან რავი რა იქნებოდა რა გადარჩებოდა ის განძი, მაგრამ ვერ იპოვეს ის განძი. ზუსტად ეხლა სამ ხევში სადღაც გადაიჭეხა და რაღა უნდა იპოვნა. თორე სინამდვილეში ასე იყო, ქარავნის გზა იყო, ესე პირდაპირ გადადიოდა ჩვეულებრივი ურმის გზა გადიოდა. ზემო მეხეთში არა ცხოვრობენ, მარტო ის გია რომ მითხარით. ნუ მაგას აქვს სახლი, დანარჩენი დატოვებულია რა, მიტოვებულია ეს სოფელი. და ეს ჩვენებურს აქვს, ბაღი აქვს იქ. ნუ ხის სახლი აქვს კიდე. და ისე ჭანდრებში მაცხოვრებლები არიან. და ზემოთ არის კიდე ტყემალა, სოფელი. იქაც ორი კომლი ცხოვრობს. ორი კომლი ცხოვრობს იქ.
დაბლა არის კიდე ისა თრეხვი. აი მამათა მონასტერი არის. მან მამაოები არიან. თორე ისე მაცხოვრებლები არავინ არ არის. ოსური სოფელი იყო და ნუ არეულობის პერიოდში დატოვეს და ჩიტი ხევა, ხეობა და ჭანდრები მერე. ხოდურეთამდე კი